ბერნიერას სენსაციად ქცეული ფილმის ხოდორკოვსკის სპეციალური ჩვენება კინოთეატრ ამირანში დისკუსიით გაგრძელდა. ფილმის რეჟისორმა და პროდიუსერმა მაყურებლის კითხვებს უპასუხეს და ფილმის გადაღების პროცესზე ისაუბრეს. გახმაურებულ ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ გახდა რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ქვეყნის ყველაზე ცნობილი პატიმარი. თითქმის 2 საათიან სურათში გერმანელმა რეჟისორმა ნავთობის მაგნატის დრამატული ამბავი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით აღწერა. კირილ ტუში ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც მიხეილ ხოდორკოვსკისთან 2 წლის წინ სასამართლო პროცესზე ინტერვიუ ჩაწერა. დოკუმენტური სურათი პირველად 2011 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე პროგრამა პანორამაში უჩვენეს. ფესტივალზე კინოფირი 2 ჯერ მოიპარეს, თუმცა საბოლოოდ ის მაყურებელმა მაინც ნახა. იუკოსის ყოფილი მმართველი ვლადიმერ პუტინმა 2003 წელს გადასახადების დამალვისა და თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრა. ძალიან მომწონს საქართველო, აქ შეკრებილი საზოგადოება ფილმისადმი დიდი ინტერესით გამოირჩეოდა, საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. დარბაზში იგრძნობოდა მათი აქტიურობა, ეს არ არის პროპაგანდისტური ფილმი, ჩვენ უბრალოდ სიმართლეს ვიკვლევდით. რა თქმა უნდა, ის ეხება ადამიანს, რომლის ბედით მეორე ადამიანმა გადაწყვიტა. ყველას აზრი მაინტერესებს ჩემი ფილმის შესახებ. აქტოვანებული ვარ პუბლიკის ინტერესით. მგონი ყველას მოეწონა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ ფილმმა საზოგადოებაში ასეთი ხმაური გამოიწვია. მსგავსი ყურადღება შენი ნამუშევრისადმი, რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოა. ძალიან გამბედავი იდეალისტის ისტორიაზე ეს ხოდორკოვსკიმ, როგორც ეს ფილმი გვაჩვენებს და როგორც თვითონ ამბობს ბოლო ინტერვიუში თქვა ერთადერთი ინტერვიუ ხოდორკოვსკის, მან იცოდა რომ დააპატიმრებდნენ და დაბრუნდა რუსეთში და სწორედ შეეცადა თავისი სიმართლის დამტკიცებას, რომელიც მან მსოფლიოს წინაშე უკვე ალბათ გააკეთა, მაგრამ ვერ გააკეთა რუსული სასამართლოს წინაშე, პუტინის სასამართლოს წინაშე, ასე რომ ეს არის ფილმი, რომელიც ზოგადდება და რეალურად პუტინის რუსეთის დღევანდელ სახეს აჩვენებს. საკმაოდ შთამბეჭდავი სურათია და მე ყველას ურჩევ რომ ნახონ. თუმცა რა თქმა უნდა პოზიტიური გზნობები ამ ფილმიდან ალბათ ადამიანს საერთოდ ვერ აღეძვრება პირიქით. ძალიან ნეგატივია და ჩემი აზრით ეს ფილმი კიდევ ერთხელ კარგად მიუთითებს იმას, თუ რა შეიძლება ხდებოდეს კონკრეტულ ქვეყანაში და როგორ ფეხქვეშ ითელებოდეს ადამიანის უფლებები, რა ძალიან სამწუხაროა.